ცხელი ხაზი დაბრუნდა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში ნიკამ ჟავანაძე ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელი არის ჩვენი მომდევნო სტუმარი საღამოშტობის მოგესალმებით. ბატონო ნიკა, თქვენ როგორ დაახასიათებთ ეკოლოგიის თვალსაზრისით ჩვენს მდგომარეობას თბილისის და ასევე აი კიკვიძის ბაღთან დაკავშირებით რა როგორ რამე კანონი თუ დაიღო ხის მოჭრას ახლა ძალიანაც კანონიერი იყოს მაინც უმძიმესი სანახავია მოჭრილი ჯამრთელი ხეები რო ყრია ასე ქუჩაში და რა თქმა უნდა დაირღვა არაერთი ნორმატიული აქტი ქვეყნის კონსტიტუცია დაირღვა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისის პარკებს სკვერებს შიში ტროტუარებს და სპორტულ სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეშერებისა და მათი ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ პარლამენტის დადგენილება ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება, სადაც აღნიშნული ასევე რომ არ შეიძლება პარკებსა და სკვერების მშენებლობა, დაირღვა აგრეთვე კანონი ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ, გარემოს დაცვის შესახებ კანონი და სხვათა შორის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება იმ საკრებულოსი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი, სადაც ამ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება პარკებსა და სკვერებში მშენებლობის აკრძალვის შესახებ და იცით რისთვის იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას ეს ყველა ნორმატიული აქტი მოქმედია და ძალაში არის და ჩემთვის გაუგებარია, ეხლა მე უსმენდი ქალაქის მერს და ის ამბობდა რომ აი ჩვენ თუ მოვჭრით 10 ხეს, სხვაგან დავგავთ 20, ეს არის გაუგებარი და ცოტა არ იყოს აუხსნელი, იმიტომ რომ იმ ხალხმა რა დააშავა, ვინც იქ ცხოვრობს. მათ შეიძლება ის 20 ხე ტყეში დარგონ ასადვე, მაგრამ იქ ხალხი, რომლებიც აი ამ პარკით უდგმულობდა, ცხოვრობდა და ისვენებდა, იმათ წაართვეს ელემენტარულად ჯანმრთელ და უნებელ გარემოში ცხოვრების უფლება. ჩვენ სახალხო დამცვეს ეკოლოგიური სამართლის ცენტრი შეხვდა ამ დღეებში, მე პირადად ველაპარაკე მას და აუხსენ ის სიტუაცია არა მარტო კიკვიძის პარკთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ ქალაქში რეკრეაციული ზონების ასე გაუქმებასთან და განადგურებასთან დაკავშირებით, სხვათა შორის მას შეშფოთება გამოთქვა და დამეთახმა რომ მართლაც იმ მდგომარეობა და დამპირდა რომ ქალაქის მერთან გაარკვევდა სიტუაციას, მაგრამ ნუ თქვენს კარგად მოგეხსენებათ რომ დღეს ძალიან ძნელია ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა. მე ჩემი აზრით აი მათი ეს სოფხედველობა, მათი ეს გადაწყვეტილებები განპირობებულია იმით რომ ადამიანებს სულში ჩააფურთხონ, თორემ აი ყველაფერს აქვს თავისი მოტივი. ადამიანი ადამიანს რო კლავს, იმასაც თავისებური მოტივი აქვს, რომ რაღაცა წინ უძღვის ამას. იციან რომ ეს არის დანაშაული. ეს არის სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაული. 303 მუხლი ანუ ხე ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა. ეს არის ითვალისწინებს, ესე იგი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, 2-დან 20 წლამდე. ანუ მათ რაც გააკეთეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ მათ არ აინტერესებს ხალხი. პირიქით უნდათ აი ძალის დალების დემონსტრაცია. გუშინ აქცია როდესაც იყო, ესე იგი 50-მდე ეკიპაჟი მოძრაობდა იქ კიკვიძის პარკთან, რათა აი დემონსტრირება მოეხდინათ ხალხისთვის, რომ არ გაბედონ მათ გამოსვლა. ჩვენ სხვათა შორის აი რამდენიმე ესეთი ადამიანი ყავდა იქ, რომლებიც სხვათა შორის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და აი 4 აქცია ჩავატარეთ ჩვენ სანამ ეს გაიშეხებოდა და 2 კვირა მართლა კბილებამდე ვიცავდით და მე მინდა მადლობა გადაუხადო იქ მარტო ჩვენ არ ყოფილვართ, იყო გრინპისის მხარდაჭერთა ჯგუფი, ლაშა ჩხარტიშვილი, სალომე ზურაბიშვილის პარტია, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და მოქალაქეები და ანუ პიროვნებები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და შემდგომ გაუჩინარდნენ, მე დაურეკე ვიკითხე რატომ არ მოდიოდნენ ისინი აქციაზე, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ ჩართული, გითხეს რომ გამგეობის ხალხი მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან რომ თუკი აი შემდგომ აქციებზე გამოხვალ პრობლემები შეგექმნება და როდესაც ესეთი მიდგომები არის ძნელია რაღაცა რაიმე პროგრესზე ლაპარაკი და ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. აი რას აპირებთ ბატონო ნიკა, თქვენ ხო გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია, ამბობთ რომ კონკრეტული მუხლები არის დარღვეული კანონის, აპირებთ თუ არა მიმართოთ სასამართლოს დაიწყოთ ადვოკატირება, აი ჩვენ საუბრობდით იმაზე გადაცემა როდესაც წარვადგინეთ, რამდენად შეიძლება რომ თქვა კონკრეტულად კიკვიძის ბაღის თემა და კამპანია დაცვის გახდეს ზოგადად ქალაქში რეკრეაციული ზონების დაცვის კამპანიად გადაიქცეს და ზოგადად გარემოს დაცვის კამპანიად. ანუ აი რას აპირებთ და თქვენ ამბობდით ასევე ერთ კითხვასაც დაგისვამთ და ერთად მიპასუხეთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ და შემდეგ მონაწილეები მოქალაქეები, რომლებიც იღებდნენ აქტიურად მონაწილეობას, გაქრნენ. ანუ ხო არ არის თქვათ ერთგვარი პოლიტიზების, ამ საკითხის პოლიტიზების შიშიც ხო არ აქვს მოქალაქეებს, იმიტომ რომ თქვათ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ისეთ აქციებზე ამ ბოლო დროს, სადაც არც ერთი კონკრეტული პარტია არ არის ორგანიზატორი.
ვიცით რა შესაძლოა პირველ რიგში პირველ კითხვას მინდა გავცე პასუხი ჩვენთვის უცხო არ არის სასამართლოში საქმეების წარმოება ვინაიდან ჩვენ აი მზიულთან დაკავშირებით ქონდა სასამართლოს არჩევის შეტანა მაგრამ თქვენს კარგად მოგეხსენებათ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ამ სამართლის პოვნა ჩვენ სტრასბურგში გავაგზავნეთ საქმე ნავთობის სამმართველოსთან დაკავშირებით ინოცმინდაში და სტრასბურგის სასამართლომ მიიღო წარმოებაში ეს საქმე ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე სასამართლოში წავალთ მაგრამ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს ანუ ჯერ ჩვენ ადმინისტრაციული საჩივარ უნდა შევიტანოთ სხვათა შორის აი საინფორმაციო ბანერის არ გამოკრაც ეს იმის მანიშნებელია რომ ანუ ჩვენ შეგვეწყვეტა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ აგვეგზალა პასუხისათვის ანუ თბილისის მერიისათვის იქ მშენებლობის წარმოება მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტი თუ რა უნდა გავასაჩირო და სპეციალურად ამიტომ არ დგამენ ისინი საინფორმაციო შეგიძლიათ გამოიყენოთ ბატონი გიგის კომენტარი დღევანდელი რომელიც პირდაპირ არა ეს ჩვენ ვიცით კიდევაც მაგრამ კონკრეტულად ანუ იქ სპეციალურად უნდა რომელი გადაწყვეტილებას ასაჩივრებ იურიდულად ეს ჩვენ არ ვიცით რომ მათ ადრეც დააფიქსირეთ სატელევიზიო ინტერვიუებში და ვიცოდით რომ არაოფიციალურად ვიცოდით რომ აშენებდნენ პოლიცია და ჩვენ რა თქმა უნდა სასამართლოში წავალთ და თუ თქვენ კარგად მოგეხსენებათ თაბუკაშვილზე მათ დაანგრიეს სახლი იმიტომ რომ ეს სახლიო არ პასუხობდა გარკვეულ ნორმებს და დაანგრიეს აქედან გაუმდინარე თუ აშენებენ იქ პოლიციას დაგრევაც არ უნდა იყოს პრობლემა იმიტომ თუ კანონის დარღვევით ხდება მშენებლობა ჩვენ აუცილებლად მოგვითხოვთ ამასაც რომ აუცილებლად თქვენ უშვებთ იმას რომ იქ პოლიცია აშენდება ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირად შევეწინააღმდეგებით მაგრამ თუ კი ესე განხორციელდება ჩვენ სამართლებრივ ყველა ბერკეტს ვიხმართ ეხლა დღეს სხვათა შორის აი იმდენად უსუსურები არიან ღობეს იღებდნენ იქ ღობეზე იყო წარწერები გაკეთებული ნუ მოჭრით ხეებს და ხავის ღობის რო იღებენ გამიკვირდა ეტყობა გონზე მოეგნენ მეთქი და იღებენ და თავდება ყველაფერი სასიკეთო თქვი თუ ეს წარწერები რო არის გაკეთებული შეაბრუნეს ეს ღობე უკუღმა და აი წარმოედგინეთ აი ამათ უსუსურობას რა აი ჩვენ მოვასწარეთ გადაწყვეტილების ეს ღობე შეატრიალეს და დააყენეს ისე რა და მე მეგონა რომ ესენი უკვე მიდიოდნენ და პრობლემა აღარ იყო დღესაც ახლა საღამოს რო ვიყავი დასუფთავების ხალხი იყო მისული სხვათა შორის მე მინდა ვთქვა რომ ეს ბრძოლა არ ყოფილა მაინც წარუმატებელი ვინაიდან ჩვენ ანუ იქ ხალხის აქტიურობამ ჩვენი ორგანიზაციის აქტიურობამ გამოიღო ის შედეგი რომ მოიჭრა 17 ხე ხა 17 ხეც საკმაოდ სავალალოა მაგრამ მათ უნდა სულად გაენადგურებინათ და 50 ნაძვი გადავარჩინეთ 52 ხე დათვლილია ხო 52 ხე გადარჩენილი არის და ეხლა როდესაც ვიყავთ იქ სხვათა შორის იყო სამსახური რომლებიც საყოველთაო სამუშაოებს აწარმოებდა და გითხრეს რომ აქ მეტი ხე არ მოიჭრებაო და აი ამ ტერიტორიაზე რაც შემოღობილი ჰქონდათ აი ამ ტერიტორიაზე აშენდებაო ეს პოლიციის შენობა და ხალხი ისე არის განწყობილი რომ უკან არ დაიხევს მიუხედავად იმისა რა ხა მე რაც ზემოთ აღნიშნე რომ არის გარკვეულწილად მუქარები მიუხედავად ამისა მოსახლეობაში არის პროტესტის შეგრძნება. სხვათა შორის უცხოელებიც კი მოდიოდნენ იქ, ანუ ფრანგები იყვნენ გუშინ ღამით მოსულები და აი ესეთი დღეს ახლა რაღაც მუსიკალური აქციაც იყო. სხვათა შორის ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი, აი სკვერებთან დაკავშირებით დამეთანხმებით ბატონ ალეკო, იმიტომ რომ 5 აქცია ჩავატარეთ, ანუ სხვათა შორის გამოფენაც გავაკეთეთ იქ აი მოჭრილი ხეების ეს კონფერენცია ჩავატარეთ და მოსახლეობა იყო ამ ყველაფერში ჩართული და ორ კვირაზე მეტი ჩვენ მოახერხეთ რომ მათ ეს ნაბიჯი არ გადაედგა და შემდგომში უკვე ესე ბარბაროსურად შეიჭრენ და მოჭრეს ხეები და ჩვენ იმედი გვაქვს რომ მე სიმართლე რო გითხრათ აი გაკვირვებული ვარ ვაჟა საქართველოში აშვილის ნუკრი არ აქვს აკითხული შვილის ნუკრის ნამბობი არ აქვს აკითხული რა ხალხია ესენი ვერ გავიგე იმიტომ რომ ესე ანადგურებდეს საკუთარ ეკოსისტემას აი ელემენტარულად ბავშვები მაინც არ უნდა წაიყვანონ სადმე დაასვენონ აი ყოველად გაუგონარი ფაქტი არის მაგრამ მე კიდევ აღნიშნე და კიდევაც გავიმეორებ რომ მათ აი ეს ყველაფერი იმიტომ ჭირდებათ რომ აი ხალხზე იძალატონ და ხალხს უთხრან რომ აი ჩვენ ყველაფერი გაგვდის და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ თორე ახსნა არ აქვს ეხლა იმ პოლიციის ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არც რაიმე მშენებლობებს და მით უმეტეს პოლიციის ჩვენ ააშენონ ეს პოლიცია მაგრამ არა პარკის და სკვერებში აი ესეთი პოლიცია ჩვენთვის არის ბატონო ნიკა ერთი კითხვა თუ
თუ კარგი, ერთი კითხვა მაქვს. თქვენ, როდესაც ომბუდსმენის ოფისთან გქონდათ ბრიფინგი, მაშინ თქვით, რომ თბილისიდან გამქრალია სულ 4000 ხე დაახლოებით. 4000-ზე მეტი. 4000-ზე მეტი ხე. ანუ აი ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეხსენებინა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ესე მასიურად ხეები მოიჭრა, მათ შორის მოსკოვის პროსპექტიც ახალი ამბავი არის შედარებით. თქვენც რო გაგვახსენოთ, თქვათ ის რაც ჩვენ გამოგჭა, სად იყო ესეთი მასიური ჭრის შემთხვევები თბილისში? ეს 4000-ზე მეტი პარკებსა და სკვერებში, თორე ისე უფრო მეტი არის, მე აღნიშნო, ანუ ეს პარკებსა და სკვერებში. მე შეგახსენებ, ჩვენ სხვათა შორის ყველა იმ ფაქტზე და იმ კანონმდებლობაზე რეაგირებას ვახდენდით. ანუ ეს ფაქტები იყო მზიურში მოიჭრა 700-ზე მეტი ხე. ვაკესაბურთალოს აი მე მინდა აღნიშნოთ აქ მე მგონი არ თქმულა საერთოდ ყველა გამგეობის შენობები აი რაც ახალი აშენდა ვაკესაბურთალოზე ფიზიკის ყველა გამგეობის შენობა რომელიც აშენდა და პოლიციის შენობები აშენებულია სკვერებში და ეხლა სკვერებში როდესაც შენდება ეს გამგეობის შენობები რა თქმა უნდა ხეებიც იშეხება ანუ ვაკესაბურთალოს გამგეობა დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა დანაძალადების გამგეობა პოლიციის შენობა ღმაღელის მეტროსთან, აი ღმაღელის მეტროსთან, აი კურიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე. მივედი ჩვენ ხეებს ჭრიდნენ, ნაძვნარია იქ და ნუ დავინტერესდით იქ გამგებელიც იყო და რატო ჭრით ამ ხეებს და ნუ კოლექტორი არის დაზიანებულიო და შემდგომში როდესაც გამოვასწორებ დავგავთ ხეებსო. როდესაც ეს მორჩა ეს სამუშაოები გავიდა ერთი თვე და იქ დაიწყეს ამ პოლიციის შენებლობის. ანუ ესეთ სიცრუე იკადრეს, რომ აი პირდაპირ ვერ განაცხადეს. გარდა ამისა ეს როდესაც თავდაცვის მინისტრი ბაჩუ ახალაია დაინიშნა აეროპორტის გზაზე პირველი რაც გააკეთა 300 ძირი ანუ ხე მოჭრა ქარსაცავი ზოლი იყო იქა და 300 ხე გაანადგურა იმას რას არჩევდა ნუ არ ვიცი იქ გაკეთდა ლაბორატორია თქვენც კარგად იცით იქ აეროპორტის გზაზე რო გაკეთებული მაგრამ ამ ხეების მოჭრის აუცილებლობა არ იყო იმიტომ რომ მათულად გაეკეთებინათ შესასვლელი მანდამაიც იმ ხარიდან საიდანაც სადაც იყო ეს ნაძვები და შეიძლებოდა ისე გაკეთებულიყო რომ ნაძვები არ მოჭრილიყო და სხვა მხრიდან ყოფილიყო შესასვლელი აგრეთვე აღმაშენებლის ხეივანში მოიჭრა უამრავი ხე 500 ხე მოიჭრა და ამაზე სხვათა შორის ჩვენი ძალისხმევი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოიცა ის პიროვნება ვინც ეს ჩაიდინა მაგრამ ნუ იქ რა თქმა უნდა აღდგენა არ მომხდარა ჩვენ სხვათა შორის საკანონმდებლო ინიციატივითაც შევედით პარლამენტში რომ აი თქვა ტყის კოდექსში არის ესეთი მუხლი პიროვნება თქვა ვინც მოჭრის ხეს იმავე ადგილას კანონით გარდა იმისა რომ ჯარიმა დაეკისრება ხეები დარგოს ვინაიდან როდესაც ხდება ესეთ სამართალდარღვევას ადგილი აქვს მან იცის რომ გადაიქცეს ჯარიმას და შემდგომ იქ ააშენებს რესტორანს ან სასკვების ობიექტს სხვა დანიშნულების ობიექტს და როდესაც ეცოდინება რომ იქ უნდა დარგოს აი ხეების მოჭრის თვითონ საპირწონითი საფრთხეები აღარ ექნება უკვე ამის საშუალება აქედან გამომდინარე ამაზეც უარი თქვეს და უამრავი ახლა პატარ-პატარა სკვერებშიც ესე რომლებიც არის თბილისში ხეები იჭრება და სხვათა შორის აი პარადოქსია მაგრამ ფაქტი არის ახლა სკვერები რო კეთდება ისე აი არის გამოთქმა არის ესეთი უხეო ტყეები არის თბილისში პარკები უხეო იმიტომ რომ კეთდება პარკები სადაც მინიმალური გამწვანება აი რიყის პარკი ავიღოთ თუნდაც არის ძირითადად აი ბეტონის კონსტრუქციები და აი რეალურად ადამიანმა რომ დაისვენოს ჭილში დადგეს ისეთი მცენარეები ისეთი ხეები დარგეს რომელიც არიზდება ანუ მაღალ სიმაღლეზე დეკორატიული მცენარეები და არის მინიმალური გამწვანება აი აღმაშენებლის ხეივანი ავიღოთ ამინდა გამორჩეს 500 ხე მოჭრეს იქაც და როდესაც მივედით და რომ ჩავერთეთ ამ საქმეში და ვკითხეთ აი რატო ვაკეთებთ ამას ნუ ეს იმხელად დიდი ფესვები აქვს ამასო რომ ეგერ არის პარლამენტთან გასულიო გზაზე გამოდის კოლექტორებს აზიანებსო და იმ ინფრა აფუჭებს ამ პროფესორს კარგი ნიკა ბატონო რა მინდა გკითხოთ გინახიათ ეხლა თქვენ ხეები უფესო ხეები რომ ეგეთი რამე არ არსებობს გარემოს დაცვის სამინისტრო ჩემი აზრით ცოტა ანომალიური ამბავია რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ამბობს რომ თბილისი ჩემ კომპეტენციაში არ შედის და ამიტომ რეაგირება ვერ მექნებაო აი ჩვენი მინისტრმა თქვა გარემოს დაცვის ეს რამდენად ნორმალური შეიძლება ეხლა მე არა ვარ იურისტი არ ვარ ამ ამბავს ჩახედული მაგრამ რამდენად ნორმალურია რომ გარემოს დაცვის საქართველოს მასშტაბით გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით მოქმედი სამინისტროა და ამ დროს თბილისი მის კომპეტენციაში არ შედის. აი ეს როგორი მართალია ეხლა გარემოს დაცვის სამინისტროს რაღაც ფუნქციები წაერთვა და ფაქტობრივად შეიზღუდა მისი არეალი მუშაობისა, მაგრამ მართლაც თქვენი არ იყოს კურიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე.
ეხლა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ და ჩვენ გამოვთქვა და ბრძოლობ პროტესტს გამოვთქვა. უწყება ხარ, ანუ გარემოს დაცვის უწყება, ხო? ელემენტარულად პროტესტი მაინც გამოვთქვი და თქვი, კი ბატონო, რომ შეიძლება შენ არ გეხელ შენი კომპეტენცია არ არის ეს თქვათ, მაგრამ ჯერ ერთი მათი კომპეტენციაა ეს. გამოვთქვი პროტესტი, რომ აი ესეთი რაღაცა რო ხდება, ეს არის კანონის დარღვევა, აქ მე ჩამოთვალე კიდევაც ის ნორმატიული აქტები, ქვეყნის კონსტიტუცია ну არ შეიძლება კანონის დარღვევა და ხეების განადგურება. ამ პოზიციასაც არ აფიქსირებენ და საერთოდ გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი თელი თავისი სამინისტრო დაიჭირეს ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია კიდე მინისტრი რო არის, იმიტომ რომ სამსახურეობრივი გუგრილობა არის ელემენტარულად, როდესაც შენი მოხელეები გთამსიღებენ, აი თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის დაჭერები, როდესაც მიმდინარეობდა, შენი მოხელეები გთამსიღებენ და შენ კიდევ პოსტზე რჩები. არც ერთ უწყების ხელმძღვანელს არ შერჩენია ეს და ჩემთვის გასაკვირია რატო შერჩა მას და მე დარწმუნებული ვარ ბატონიკა, რომ დოლზე კარგად უკრავს ჩვენი მინისტრი და აუცილებლად თქვენ კონცერტი თქვით, რომ კიკვიძის ბაღში კონცერტი იყო და მოვა და როგორც მოქალაქე და არა როგორც მინისტრი. რაქანას კომპეტენციაში არ შედის ეს თბილისი და პარლამენტმა უნდა შეცვალოს ალბათ ეს ყველაფერი ხო და მოვა და ესე პროტესტის ნიშნად იმ დოლზე დაუკრავს და აი ბატონო კომპეტენციას გაკურებულა. აი სხვა შემთხვევებში მაგალითად ძიურთან, ვაკის პარკთან იძახოდნენ რომ აი ეს თქვათ არ არის საზღვრებში და ის შენებლობა, როდესაც მიდის, თქვათ, ის შენებლობა მიდის არა ვაკის პარკში და მზიურში, არა მის გარეთ. შეიძლება უცვლიდნენ სტატუსს, მაგრამ აი კიკვიძის პარკს რა სამართლებრივ, ანუ მას გეტყვით, თბილისის მერი ამბობს, რომ ფორმალურად ეს მიმდებარე ტერიტორია არის ბაღისო და ბაღის ტერიტორია არ არისო. ასევე გითხრა, რომ მიუხედავად ამისა, საპირწონეთ დაირღვებაო ძალიან სამჯერ უფრო მეტი ხე, ვიდრე იქ მოიჭრებაო. აი ამაზეც მინდოდა მე კი. ეს არის სამართლებრივი. ანუ ეს არის თუ არა საერთოდ სამართლებრივს რო თავიდან ვთქვათ, იმ ზონაში რომ მოჭრილი იყო, სადაც ხის მოჭრა დაშვებული არის და კანონით არ არის აკრძალული. ზოგადად ესეთი მრავალწლიანი იშვიათი ჯიშის ხეების მოჭრის საპირწონე შეიძლება თუ არა იყოს, ვთქვათ, სამჯერ მეტი ახალი ნარგავი სადმე სხვაგან. აი ეკოლოგიური თვალსაზრისით ჯერ ფორმალურად იმის ფარგლებშია, ხა იურიდიული განმარტება არ არის, ხა ელემენტარულად მე იმას ველოდი რომ ვიღაცა მაინც გამოვიდოდა და აი ხა ამდენი ხანია 2-3 კვირა ეს პროტესტი გრძელდება და რაღაც აი სამართლებრივ რაღაც ჭრილში მაინც განიხილავდა რაღაცა თქო, მაგრამ ვერაფერს ვერ იძახით, რომ არ აქვს სათქმელი არაფერი და რა სამჯერ მეტი მე ვთქვით კიდევაც იმ ხალხმა რა დააშავა, კი ბატონო, შეიძლება რომ სადმე სამჯერ მეტი დარგონ, მაგრამ ნაძალადების მოსახლეობამ რა დააშავა, რომელიც ეს არ იქ ხა იმ უბანში და იმ თვითონ იმ რაიონში ამაზე დიდი პარკი არ არის და საერთოდ ამის მეტი პარკი არ არსებობს იქ. არის ასპართ ცირე სკვერები და იმ ხალხმა რა დააშავა და მე კიდე რო იძახიან, რომ იქ საზღვრებში ზუსტადაც საზღვრებში არის. ეხლა ჩვენ გვაქვს ამის მონაცემები იურიდიულად, რომ ეს არის ეს ტერიტორია კიკვიძის პარკის ტერიტორიას და აქედან გამომდინარე იქ არ შეიძლება მშენებლობა და ელემენტარულად შერცხვეთ უნდა ეხლა რომ აი დავიცნათ სააკაშვილი როდესაც გამოდიოდა და იძახდა რომ დიღმის ტყეპარკთან დაკავშირებით. კი ნამდვილად აი მეფარიძის ამბავი გავიხსენოთ, უნდა წყლეთში მიუვარდნენ და რა ვიცი, ლამის ჯვარზე აწვეს ის კაცი და იმის შემდეგ თბილისში აღარ დარჩა ხე და საერთოდ წყლეთში თუ არსებობს კიდე ტყე მე არ ვიცი და აქედან გამომდინარე ეს არ არის რაღაც არავითარი ახსნა ამას არ აქვს, არავითარი ახსნა არ აქვს მათ ქმედებს. კარგი, მოусმინოთ რამდენიმე მაყურებელს მგონი მოვასწრებთ 1-2 ზარი იქნება. გისმენთ ეთერში ხართ, თქვენ რას ფიქრობთ ჩვენს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით? საამშტობის გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. ერთ ამბავს გავიხსენებ, საკრებულოზე ვსაუბრობთ, ვერ მოახერხეთ მაყურებლის ეთერში შემოყვანა. საკრებულოზე ვსაუბრობდით და ჩვენი საკრებულო ძალიან დუმს ამ თემასთან დაკავშირებით, აი ვნახოთ ოპოზიციური დეპუტატები დასვამენ თუ არა ამ საკითხს, დასვავენ იმედი. გადავაწყდი საჯაროში, ახლა ხავს ვკითხულობდი, რაღაც იმას გამოიცემოდა ყოველ წელს გამოიცემოდა იზვესტია გარაცკოი უправე, აი რევოლუციამდე. და 1994 წლის რაღაც საქმეებს ქეკავდი და იქ იყო ერთ-ერთი განხილვა ამ თბილისის საკრებულო დღევანდელი ტერმინით რო ვთქვა, საკრებულო. და განიხილავდნენ ალექსანდრეს ბაღი გაჩეხეს ერთი ხანობა და იქ ააშენეს 1880-იან წლებში ააშენეს ეხაროეულ სურათების გალერეა, მაშინ იყო რუსული სამხედრო მუზეუმი, ხრამსლავი ეს ერქვა. და ქალაქში იყო დიდი პროტესტი და ამის მერე ალექსანდრეს ბაღი იყო ძალიან საყვარელი თავშესაქცევი ადგილი მოკლედ. და უგანა მაშინდელმა ბომონდმა წავიდა მუშტაიდში ყველა და მუშტაიდი გახდა მოკლედ ძალიან სვეტსკი ბაღი. და აი იმის გამო რომ ესე წინიდან შესასვლელი ამოქოლეს ამ შენობით.
და ეხლა იმპერიული რუსული სამხედრო დიდების მუზეუმი კავკასია როგორ დაიპყრეს, თელი ამბავი ქონდა. და საკრებულოში იყო დიდი ჯაბას იმასთან დაკავშირებით, რომ რო გაიჩეხა ხეები სანაცვლოდ როდის დაირგებოდა და ის დაიბარეს ამ პროექტის ავტორები და ყველანი და აბა მოდით ეხაოდეთ ჩავგვაბარეთ ანგარიში როგორ და ეს დიდი ჯაბას იყო და ეს ხალხი ამბობდა რომ იცით რა ჩვენ ეხა მიმდებარე ტერიტორიაზე დავრგავთ ნამდვილად და აი შერჩეული გვაქვს ხის ჯიშები და ასე შემდეგ 1894 წლის იმებში სექტემბრის სხდომის ის იყო რა ქვია სტენოგრამა და ისე პრინციპულია ყველა წევრი იმ საკრებულოსი რომ აი რაღაც ქალაქის თავიც და ყველანი რომ აი ამის თითებს უბრახუნებენ რომ არიქა ასე ჩვენ საკრებულოში ასეთ რამეს ვერ ნახავთ. კომუნისტებს რო კი აძაგებენ და ნუ ხარც მე ვარ მაგათი ადვოკატი, მაგრამ ის პარკები და სკვერები მათ მიერ შექმნილია და შემორჩენილი და ესენი მათთან ადგურებენ და გაუგებარია და იცით რა არის ყველაზე კურიოზული, ელექტრომობილები შემოყავთ გარემოს დაცვის კუთხით და რომ ეკოლოგია და გარემო დაიცვა და სამაგიეროდ ანადგურებენ. აი ახსნა არ აქვს და ისინი რუსებს აქვს კარგი ნათქვამი, პოსრეთ რაკი კურაკამი ნიმაშუტო და მე ხან პოლიტიკოსების კომენტარებს უსმენდი და იცით რა კარგი არის განცხადებების გაკეთება, როცა ესეთი რაღაც საშინელება ხდება და როდესაც ყველაფერი განადგურდება, მე რაღაც კომენტარების კეთება და კამერების წინ პოზირება ცოტა არ იყოს უხერხული არის და ხვალ გამოჩნდება ისე აი ამ საკრებულოს ხტომაზე, სხვათაშორის ეხლა ოპოზიციას არც ისე მცირე წევრები ყავს საკრებულოში წარმოდგენილი და აი რა პოზიციას დააფიქსირებენ იქ ვინაიდან ყველა ნორმატიული აქტი ირღვევა და აქედან გამომდინარე სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მათ შეაჩერონ აი ეს ვანდალიზმი რაც ხდება. გასაგებია, სამწუხაროდ ორი სტუმარი ყავდა სამი სიუჟეტი შევთავაზეთ ჩვენს მაყურებელს და ვერ მოვასწარით ბევრი კომენტარის წაკითხვა, რომელიც Facebook-ზე ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა, ერთ წავიკითხავ. ყველამ ვიცით, რომ გამწვანება კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ყველა სახლიდან აცხადებს პროტესტსო. წერენ ასევე, რომ რაც ამ ბოლო ხანებში თბილისში ხდება, ძალიან მძიმე სანახავია, არავინ არ ფიქრობს გარემოზე და მხოლოდ საკუთარი მანქანებისთვის გზების დაგებას ცდილობენო. ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ რომ ბოლომდე წავიკითხოთ კომენტარები, თუმცა აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რა შედეგები არის ამ წუთისთვის ინტერაქტიულ გამოკითხვაში. რუსთავიდანაც ასევე კი წერენ რუსთავიდანაც. რუსთავში უფრო მძიმე სიტუაციაა ამ ხრივო. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზეო საცხოვრებელი კორპუსებიდან 5 მეტრი აშენებენ გაზგასამართ სადგურსო და ეგება ყურადღება მოგვაქციოთო. კეთი პაიჭაძე გწერს ამასთან დაკავშირებით ვეცდებით ქალბატონო კეთი რომ რაც შეეხება ჩვენს ინტერაქტივს Facebook-ზე ჩვენს კითხვაზე თქვენი აზრით ითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესს ქალაქში რეკრეაციული ზონების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას? დიახ, პასუხობს 6 ადამიანი, 118 ადამიანი პასუხობს რომ არა და 5 ადამიანი პასუხობს რომ არ იცის, ანუ არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერაქტივში ასეთი ვითარებაა, თავიდან დაძაბული ბრძოლა მიდიოდა კისა და არას შორის, მაგრამ საბოლოოდ უარყოფითი პასუხია ითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესს ქალაქში რეკრეაციული ზონების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ესეთი გრძელი და საინტერესო შეკითხვა გქონდა დღეს და პასუხია ასეთი დიახო, დაახლოებით 21% ფიქრობს ასე, არაო ამბობს 80% თითქმის და 1%-ზე ოდნავ მეტი არ არის თავის პასუხში დარწმუნებული კი არა და არ ვიციო ამბობს ესეთია სატელევიზიო ინტერაქტივის შედეგი. ნიკა მჟავანაძე ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელი სტუმრობდა, მეორე სტუმარი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის, კიკვიძის ბაღისთვის და ეკოლოგიისთვის ბრძოლა გრძელდება და მოდით მოუწოდოთ ყველა მოქალაქეს, რომ პირველ რიგში კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ნახალოვკელებს უთხრათ, რომ პირველ რიგში ისინი უნდა დადგენენ ამ ბაღისა დარაჯოზე დაიცვანის ხეები და პოლიციის შენობები კარგია გამჭვირვალე მით უმეტეს, მაგრამ არა ბაღის და ხეების ხარჯზე. ამდენად პირველ რიგში ნახალოვკელებმა უნდა ივარგონ, იყოჩაღონ და მრავალათასიანი უნდა გახადონ ის აქცია, ვინაიდან ერთია აქედან მისულთა პროტესტი და მეორეა იმ ადამიანთა პროტესტი, რომლებიც თან ეს საკითხი მე მგონი ყველას ეხება, არა მარტო კონკრეტულად ერთი უბნის მაცხოვრებლებს, ესეთი შემთხვევები, როგორც თქვენ ნახეთ ჩვენი გადაცემის მთელი მსვლელობისას, ძალიან ბევრი არის თბილისში და ეს ეხება ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი პროფესიული კუთვნილებისა და იმისა, თუ სად მუშაობენ ისინი, არის თუ არა მათი უწყებების და სამსახურების კომპეტენციაში კონკრეტული საკითხების განხილვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. ერთი დავამატომი მე მინდა არა მარტო ნახალოვკელებს, არამედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მინდა მოუწოდო, იმიტომ რომ იქ უნდა იდგეს
ყველა გარემოს დამცველი, ყველა ადამიანის უფლებების დამცველი ზოგს გონია ხე და ხის მოჭრა და ეს ეკოლოგია და ანუ გარემოს განადგურება პირდაპირ კავშირში ადამიანის უფლებებთან და ყველა ვალდებულია რომ თავის პოზიცია ამ კუთხით გამოხატოს. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. ცხელი ხაზი ამით გემშვიდობებად. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს მე ნინო რობაქიძე და ზვიად ქორიძე წარუწყობით გადაცემას თქვენთვის. ნახვამდის. კარგად.